გიმრევ შემოვალ გინდებას ხიდის გარები წერამ წიწილად წაიღო იძახდა წიავსა იმისი თეთრი მომული ველად გამქონდანიავსა და და სარცალ შეფის რაქსოვი ფარდაგი ხელგულზე წამალა და მეცეც შენი უჩების ბადაგი ქვეყანა შემომატარა მშვენება მჩენი და ისა სადამე მალა თვალები შენი არცლების ხალისაგა საღამოშიდობისა. მოგესალმებით. გამარჯობა. მოდი შაკ დავდგები თქვენი ნებართვით. ლელა წურწუმია. დუდა სხირტლაძე და ანუკი ქორკია. შვიდკაცას მშვიდობებით. შვიდკაცა თუმცა ისინი იქნებიან ჩვენთან ერთად. ახას სასცენო მოღვაწეობის 15 წელი შეუსრულდა. აბა, გილოცავთ. გილოცავთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ. მაშასე პატრიციულ საზოგადოება ეთერშია ყველაზე მუსიკალური შოუ ორი ვარსკვლავი. დღეს მერვე საკონკურსო ტურია. მონაწილეები თბილისურ სიმღერებს შეასრულებენ. როგორც უკვე ლელამ აღნიშნა, კონკურსში დარჩენილი ყველა წყვილი თბილ და ლამაზ ქართულ სიმღერებს შეასრულებს. თბილისურ, ქალაქურ, თელაურ, რაჭულ და ასე შემდეგ, მაგრამ ქალაქურ სიმღერების ტური გვექნება. მოდი პირდაპირ გადავალეხოთ ჩვენ მონაწილეებზე, ვიცი ღელავენ და არაჩვეულებრივად გამოიყურებიან რაღაცნაირად. ისე როგორც ჩვენი სცენა. ჩვენი მონაწილეები, შევხვდეთ. ლევანი და ნინი. 95-201. მიშკა ხუჯაძე და ანიკე კვა 95-202. მიშა ბაღაშურია და საფა გელოვანი 95-204. ირინა ონაშვილი და გიორგი მახარაშვილი 95-208. კოტე თუმორდავა და ნინი ბადურაშვილი 95-209. გოგოლა კალანდაძე და ნოდი კოტარიშვილი 95-211. და მეტი აღარ დაგვრჩა. მაჯასე 1 2 3 4 5 6 წვილია სცენაზე. როგორც იცით, ყოველ ორშაბათს ერთი წვილი გვტოვებს, ამიტომ იაქტიურად გამოუგზავნეთ თქვენს ფავორიტს SMS-ები, რადგან დღესაც ერთი წვილი დაგტოვებს ბუნებრივია, სულ რაღაც 6-ნი დარჩნენ. ხო, ამისათვის თქვენ ქონათ ერთი კვირა მოცემული იმისათვის, რომ გამოგეგზავნათ SMS-ები პატრიციულ საზოგადოება თქვენი რჩეულისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვიღაცამ წინა ორშაბათს მიიღო ყველაზე ნაკლები და ვინ იყო ეს წინა ვიღაცა? ეხლა ვიგანახებთ ვიდეო კოლაჟის მეშვეობით. ნახოთ რა მოხდა წინა ორშაბათს. ორი ვარსკვლავი.
აღმოჩნდა რომ ძალიან რთულია იმ სკამზე ჯდომა. მე დღეს გავუგე ჟიურის რამხელა დილემის წინაშე დგანან ხოლმე ყოველ ორშაბათს ამ პროექტში. თუმცა ძალიან სასიამოვნოა. გავერდი. რაღაცნაირად დადებითი ემოციები მივიღეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ვიმღერეთ ეს სიმღერა, ლეგენდარული სიმღერა, რომელიც, რა ვიცი, მართლა მთელი ჩემი ბავშვობის მანძილზე სისხლს მიდუღებდა. ხელას მაგარი როკერები დამიჯერეთ ხალხი, არიან საინფორმაციო წამყვანები, იმიტომ რომ ხელა პროტესტი აქვს ყველას გაგროვებული. რომ იქ ამას ვერ ამბობენ. ვინცაც სიმღერა შეუულია ის სიმღერით ამბობს, აი ყველაზე მაგარი როკერი. ერთი დავიწყოთ ხალათში პოლიჯოხიან წვერებიან ქალს ეპატიება ესეთი სიმღერა. უკაცრავად გამიმეორეთ თქვენი შავი იუმორი. გაგიმარტავთ კულისებში თუ არ შეწუხდებით. მე რომ მეტყველებ დღეს კულისებში ისეთი რაღაც. მე სახალხოდ პასუხის დღეს ბადურიკო ისეთი ჩაატარა კოტერს უფეხებზე მკიდიხარ როგორ მღერი ხარ შენ 10 მე ვფიქრობ რომ ფლერმაში ნომერი კარგი გამოვიდა. მიუხედავად იმისა რომ კოტე ცოტა ნაწყენია და მესმის რატომაც არის ნაწყენი, ცოტა არა ნაწყენია და ნაწყენი არის იმიტომ რომ უხეშად უხდრეს. მაინც მიხარე რომ კმაყოფილია და მეც კმაყოფილი ვარ თლიანად ნომრით. თუმცა ხო რაღაც მთელი კვირა ამას ვიძახით რომ ერთი ეს ტური გადაგვაგორებინა, მაგრამ დღეს უკვე რეპეტიციაზე რომ ვიმღერეთ სრულად და უკვე მობილიზებულები რო ვიყავით, უკვე მივხვდი რომ გადასაგორებელი არ იყო და შენთვის ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ აი შენთვის თორე შენთვის რო ყოფილიყო არ დაგაკლებდა ჟიური კრიტიკას. დღეს თქვენ ჩემგან იმსახურებთ უმაღლეს ქულას და არა იმიტომ რომ ჩვენ გუშინ ერთად ჭამეთ ელარჯი 10 ქულას დავაკლებდი, იმიტომ რომ სასტიკად არ მომეწონა პერფორმანსი. ანრის, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ პროექტში და იცი შიდა სამზარეულო, ესეთი კრიტიკული და ესეთი კაცი მგონი არ უნდა ყოფილიყო და ცოტა გამიკვირდა მისი მხრიდან და ანრი მე მგონი აი ესე მოიქეცი. ჩემი პროფესიონალური დამოკიდებულება ზოგიერთს არ მოეწონა, თუმცა ღმერთმა დაიფაროს ჩემი აზრი დამეფიქსირებინა დღეს ჟიურში, რასაც ზოგიერთებზე ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ დღეს ბუმბულივით ვიყავი, ძალიან თბილი, კეთილი და ობიექტური. დრო გავიდა. მაშასემ ლევანი და ნინი გადადიან შემდეგ ტურში. მართლა ძალიან ვისიამოვნე და ძალიან ბედნიერი მივდივარ, მარტო იმიტომ რომ ესეთი ადამიანები შევიძინე, მარტო მონაწილეებზე არ მაქვს ლაპარაკი, ყველაზე თქვენზე და ძალიან ბედნიერი ვარ მართლა რომ მოვხვდი ამ პროექტში და მე მგონი რა ვიცი, დღეს მაქსიმალური გავაკეთე. ჩემი აზრითაც ყველაზე კარგი იყო სამი ამ ტურში და ვფიქრობ რომ ეს კარგად წასვლა ყველაზე კარგია საერთოდ. ეს მაჟორია. ესეთი ენერგიული ხაურიანი როქტური ქონდა, მაგრამ მერწმუნეთ დღევანდელი საღამო იქნება ძალიან ლამაზი სანახაობა და გაჟღერდება ის მუსიკა, რომელიც ჩვენს სულთან, ჩვენს გულთან ძალიან ახლოს არის, როგორც ეღან აღვნიშნე, თბილისური მუსიკის ტური გვაქვს დღეს. და მოდით თან შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს წესები. წესებს შეგახსენებთ, არაფერი იცვლება წესებში, ქალაქურ ტურშიც, თბილისურ ტურშიც, იგივენაირად ჟიური აფასებს და რა თქმა უნდა, SMS-ების რაოდენობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ შეგიძლიათ ჟიურის გადაწყვეტილება მთლად შეცვალოთ, ხდება ხოლმე ასე რომ ჟიურისა და მაყურებლების ერთობლივი ჯამით ჩვენ მივიღებთ საბოლოო შედეგს და ვისაც ყველაზე ნაკლები ქულა დაუგროვდება, შესაბამისად ის დატოვებს პროექტს. ეს არის და ეს.
და აუცილებლად მაყურებელი უნდა გააქტიურდეს და უმეციჯოს თავის ფავორიტ წყვილს, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ კონკურს მიღმა. და ვინც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს და ასე გავა ბოლომდე, ბოლოს იმედისგან მიიღებს ავტომობილს, კიას. სანამ ჟიურის წარმატგენდე, აქ ყავს ერთი ადამიანი. კარგია, აქ ჩდომა. გადასარევი, შვიდად და ძალიან კარგად გყვება. ნახე სად მომიწია ახლა გავამხნევოთ, მოდი შენი მეგობრები, რომლებიც აქ შეიძინე და მე ვთვლი რომ კარგი ამბავი მოხდა აქ. ძალიან ბედნიერი ვარ მართლა, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები შევიძინე და ყველა ძალიან მიყვარს და უსურვებ ყველა ძალიან დიდ წარმატებას. ხო, მაგრამ გახსოვდეთ რომ ერთ-ერთი მაინც აქ გვერდზე დაიკავებთ ადგილს დალიკუნას და სალომეს შორის. ჩაიფიქრე დუტა, შენც არ გავარდე ამ პროექტიდან. ეხლა კი ჩვენი პატიცემული ჟიური. ეთერ გაგულია! ჩვენი სპეციალური სტუმარი ჟიურიში. მიყვალ ქალბატონო ეთერ. მახოლო მიორთ ქალბატონო ეთერი. ხო, აბა მუჭო. იშდები იროვორდა ჯგიროვორდა თვარგალეფი. ეხარით ისენდო ისენით ქალბატონო ეთერი. აქ მე გავედი გვერდზე. მეგრული სეპარატიზმი მაინც თავის საშვება ბიჭო. აბა როგორ არა? იანინიძე. ბატონი ზურაბ იფშიძე. და ჩემი საყვარელი ადამიანი თეონა კონტრიძე. ჩემი საყვარელი ადამიანის დავამატებდი. თეონა, ფურცელი და კალამი ხომ მზად არის შენი შნებისთვის? კარგი, ესე იგი ჟიური მე დარწმუნებული ვარ, რაც უფრო წინ და წინ მივდივართ, უფრო მკაცრი და მკაცრი გახდება, თუმცა რა ვიცი, ისე შეუყვარდათ ერთმანეთს, რომ არ ამგონია რომ დაბალი ხულები დაიწეროს დღესაც თან ისეთი ტურია, კალაკური ტური, რომელშიც ჩვენი ბენდი ეხმარება ჩვენს კონკურსანტებს, ვაშასე მინდა წარმოგიდგინოთ ბენდი. ირაკლი კვანჭიანი კლავიში, მოგესალმებით. ნიკოლო ჟარკვიანი სინთეზატორი. გიტარა ზვიად თინიკაშვილი. ამირან მარტიაშვილი საყვირი. საქსოფონი ოლეგ კრომი. ვახტანგ სირბილაძე საყვირი. ბას გიტარა ლევან დეისაძე. დავით თუთარაშვილი დრამი. და ლელა და მე. თუმცა ეს ძალიან ბევრი მუსიკოსი დაგვეხმარება ბენდთან ერთად და მათ მოგვიანებით ნელ-ნელა ყველას გაგაცნობთ. ეხლა კი გადავიდეთ ანუკისთან. ანუკი ვინ არის პირველი წყვილი? ჩვენი წარდგენის ბილაინის ოთახიდან პირველი სცენაზე გავა თბილისური სიმღერით მიშკა და ანის წყვილი. ისინი უკვე მზად არიან. ესე იგი სიმღერაში არის შემდეგი ტექსტი: რა მინდოდა რა ტყუილად მღეროდი, როდის იყო ჩემს სადგივარ შველოდი. რაღაც ეჭვმეპარება ეს წყვილი ტყუილად მღეროდეს, იმიტომ რომ მაყურებელმა ძალიან ბევრჯერ გადაარჩინა ისინი დატოვა პროექტში და შემატკივრები უამრავი ყავთ. ამ სიმღერას ასრულებდა ყველასათვის საყვარელი და საპატივცემლო ქალბატონი ნანი ბრეგვაძე და ორერა. დღეს თქვენ აირჩიეთ. ძალიან რთული, ესე ვთქვათ, შესასრულებელია, იმიტომ რომ ძალიან კარგი სიმღერა. და უნდა შევასრულოთ ისე, როგორც ხალხს მოეწონება. ნახოთ რა გამოგვივა. ღირსეულად, რა თქმა უნდა, მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. მიშკა დანი გოგით საბაძის სიმღერით შუაღამის ვარსკვლავი SMS ნომრით 95 202. საბაძის სიმღერა, რომელსაც ასრულებდა ქალბატონი ნანი ბრეგვაძე. ესეთი ძალიან სერიოზული სიმღერა, რომელსაც სერიოზული ვოკალიც ჭირდება და ქართული მუღამიც ჭალებში. ხო, ცოტა მეშინია მეც ამ სიმღერას, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთული სიმღერაა და ის პროფესიონალებსაც უჭირთ ხოლმე, მაგრამ რა ვიცი, ჯერჯერობით გამოგვდის და იმედი მაქვს სცენაზეც კარგად ვიმღერებ. არ მინდა ხა აბახი გამოგვივიდეს ქართულებს, მაგრამ ნამდვილად ძალიან როგორ აგიხსნათ, ძალიან რთული სიმღერებია, სამღერა. რთული მელოდიაა. ჩახუჭუჭებული მელოდია. ბუზი დაგვაჭდა, ანიკა? ვერ მივალ ფინალამდე ბუზი დაგვაჭდა.
მე დანიის არასდროს გვიბრძოლია ფინალისტვის, მე მგონი, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით იმ მომენტში შეგვესრულებინა ის სიმღერა კარგად, რომ მოგწონებოდა და მოსწონებოდა სხვას და დანარჩენს უკვე ხა გვაჩვენებს ცხოვრება გავალთ, ჩვენიერი არ გავალთ, მაინც ჩვენიერი. მაინც ჩვენიერი არ არის. ნუ, ჩემთვის ტრაგედია ეს არ იქნება და არ ჩემთვის. მანან არ ვიცი. ანუ აქამდე მეგონა და ხედავდი რომ ფინალამდე მივიდოდი, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი მეწყვილე მყავს და ნუ ამ პროექტისთვის ხო, რა ვიცი, მე მგონი მართლა ძალიან მაგარია და ისე ეხა უკვე აღარ ვიცი რას ვფიქრობ, იმიტომ რომ ყოველ დღე აუთსაიდერებში ვდგავართ, მე მგონი ნუ წინაზე არ ვიყო და ძალიან მედნიერი ვიყავ. დადებითი რაღაცები უფრო მამოტივირებს თუ თუ მოგეწონებათ ისო და ისევ ჩვენი ნამღერი, გთხოვთ ხარი დაგვიჭიროთ და აღარ ვიდგეთ აუთსაიდერებში 95 200-2-ზე გამოგგზავნეთ SMS. აგადებს შორს ახარ ცილამაზილ თვარესთან ასწორს ახარ გაზაფხულზე იავარდის მოსოლახარ ამაზების თარდი ხარ და ლოცავახარ ბულბულიზე დაიადონიზე ნახარ გიჟრის ეშხი ლალისელავა შენახარ თუზეციდან ჩამოსული ზენახარ რა იქნება ჩემი ბაღის გენახარ მიშკა და ანი, ფორტეს დიდი მადლობა. დიდი მადლობა. იგადა და დადალაშვილებს დიდი მადლობა და რა ვიცი, დიდი მადლობა, მიხარია რომ აქ ხართ. აი ეს ლამაზად დაიწყო ჩვენი თბილისური საკონკურსო დღე, ბატონი გოგი ცობაძის არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელსაც ასრულებდა ქალბატონი ნანი ბრებაძე და ანსამბლი ორერა. მობრძანდით. ქალბატონო ეთერ. გისმენთ. ეხლა კი გულმა ვაცნობა, ბედი გექნება მწარეო, ხო? აბა რა. იცით რა, ძალიან კარგად დაიწყო მიშა, მაგრამ
მიშა ცოტა მიკროფონი იყო დამოლა რატომაც ჩანწეული, მაგრამ ისე კარგად იმღერა. ალბათ ჩემი ხმა არის მიკროფონი რაშველი. არა, ძალიან მომეწონა, მაგრამ იცით რა? აი ეს გოგოშკა, რა სიმპათიური გოგოშკა, კაცო, ეს კეკუა, ნუ რა საყვარელი ვიღაცა, არა? თან მეგრელია, აბა რა, ნუ. მაგრამ რა არის, ცით, აი ფორტე. გავგიჟდი უკვე ისეთი იყო რა. მობძანდით. და ნიკა კირვალიძე ჩვენი შვიდკაცას ერთ-ერთი წევრი. და იცით რა? აი მთლიანად ანსამბლში ეს სიმღერა მე მგონი მომეწონა რა. იცით რა? ძალიან გაალამაზა ფორტემ, არ გეწყინოთ რა, მაგრამ ფორტემ გაალამაზა რა. ხო? იცით რა? მე მაინც 10 დაგიწერთ რა. კარგი? შენიერი, ქალბატონო ეთერ. აჰა. 10 ქულა. დიდი მადლობა. მიშკა, ჩემო კარქო, ძალიან ღირსეულად შეასრულე ეს სიმღერა. იცი, არის ეგეთი პაროდა, რასაც ქვია, ხო? ჯიში. თბილისელი. აი, შენ ხარ თბილისელი, ნამდვილი თბილისელი და მე შეგიწერ 10-ია. 10 ქულა. ზურა. ძალიან კარგი ვიყავით, დიდი მადლობა ყველას. მეც თავს ვერ ვიყავებ და იგივე 10 ქულა. ფეონი. ყველას მინდა მივესალმო დღეს და მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო დღევანდელი ტურის მიმართ, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი თაყვანისმცემელი ვარ ქალაქური სიმღერის. ჩემ გენში ეს ძალიან ღრმად არის და ეჩემღეროდა ძალიან კარგად ამ ჟანრს. რაც შეეხება ჩემ მიშას და ანის. საოცარი ქალაქური მუსიკური ყარაჩოღლური მოდიოდა მიშა შენგან დღეს. აბსოლუტურად შენი საუნდი იყო ეს სიმღერა. მაგრამ გამაკვირვა ერთმა ამბავმა, შენ ძალიან კარგი სმენა გაქვს და დეტონაციების რაოდენობა პირველ კუპლეტში. ამიტომ 8. მადლობთ. 8 ქულა. მადლობა. 10 და ბოლოს 8. დიდი მადლობა. მადლობა. მადლობთ. ანი და მიშკა გადადიან, ესე იგი, თავის ოთახში და ჩვენც გადავდივართ ანუკისთან. დიდი მადლობა ანსამბლ ფორტეს და ნიკა კირვალიძეს. დროებით გემშვიდობებით. ანუკი, შემდეგი წყვილი. სანამ შემდეგ წყვილს წარვადგენ, იქამდე შეგახსენებთ, რომ 3 ფინალისტი ისრაელის ინოვაციური კოსმეტიკური სპა ცენტრი დეშელისაგან მიიღებს სპეციალურ სასწაულო მოქმედ кейსს, ყველა დანარჩენი კი შეძლებს ჩაიტაროს სპა გამახალგაზრდობელი პროცედურების საჩუქრად 1 წლის განმავლობაში. აი, პანკესა და გოგოლა ემზადებიან სცენაზე გასასვლელად და გემრიელი თბილისური სიმღერის შესასრულებლად. ეგ ვერისტუბნის მელოდიებში ფანტასტიურად შესრულებული როლის შემდეგ, პავლეს როლის შემდეგ პანკესაც მოიგო. რაინაღლება კარგად გამოსდის ამბის ყველაფერი და მოგესალმებით ყველას და დღეს გოდია რომ მე და გოგოლა არ დავარღოთ ჩვენს ტრადიციას და შემოგთავაზებთ ძალიან კარგ სიმღერას და ძალიან კარგ ნომერს. და დაგვიმესიჯეთ ნომერზე 95-211. ეთახმები ძალიან კარგი პარტნიორი ყავს. გოგოლა, გისურვებ წარმატებებს, შეგიძლია მიმართო შენს მაყურებელს კი არა და შენს გულშემატკივარს. ჩვენი ნომერია 95-211 და ძალიან გთხოვთ დაგვიმესიჯეთ. გოგი საბათის პანკესას სიმღერა 95-211 შეგახსენებთ მაინც. ამ ტურში ჩვენ მღერით არ თქვათ რასხელით? არ ვიტყვით. მეხმარება მე პირადად ნოდიკო და ფორტე. არ ვამბობ რასხელით, მაგრამ ერთ წუთში იხილავს მაყურებელი, მაგრამ ეს სიმღერა გამოირჩევა იმითი, რომ გოგოლას მოხდა განსაკუთრებულად. ან რეპეტიციის პირველი დღიდან ის თავისი კუპლეტი და სტროფი იმღერა ისე კარგად, ისე დავაგებულად, ისე კულტურულად, ისე მოწესრიგებულად, რომ ფაქტიურად აღარც არაფერი აღარ გვითხოვს არავის. იცი რა არის, მე იმდენი ხანი ვიყავი რაღაც ისე მოწყვეტილი ჩემ სამყაროს, ანუ ჩემ პროფესიას, რომ ჩემთვის ეს პროექტი არის ყველაფერი. მოდი აქედან დავიწყოთ. არა აქვს მნიშვნელობა მე ბოლომდე დავშები თუ არა. მე ის რაც მაყდა ზუსტად აი ამ პროექტში დავიწყე ამოქოქვა, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ზუსტად ის განწყობა, ის სიყვარული, ის სცენა, რომელიც მე ძალიან მიყვარდა, მონატრებული ვიყავი, აი აქ ხდება ამ ყველაფრის მიქსი და ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ორი ვარსკვლავი და ძალიან მიყვარს. და ასე რომ ბევრი რამე მომიტანა. თავდაპირველად ჩვენი გულშემატკივრები პირველ 2 ლაივზე დაახლოებით შემოიფარგლებოდნენ ჩვენი საახლობლო წრით, ანუ ჩვენი სამეგობროთი. დაახლოებით მე-3-4 ლაივიდან აი ამ ჩვენს სამეგობროსა საახლობლო წრეს დაემატა აბსოლუტურად უცნობი ადამიანები და ის ადამიანები, ვინც ორ ვარსკვლავს უყურებენ. ჩვენ ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ ყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი.
ამას ყოველდღიურად ჩვენთვის ძალიან აუცილებელია ხალხის მაყურებლის გულშემატკივრობა და რა ვიცი, გვეხმარება ყოველ შემთხვევაში, ჩვენს წყვილს ეხმარება ძალიან. დღეს ძალიან კარგად იმღერებს გოგო და ამიტომ ველოდებით ძალიან ბევრ SMS თქვენგან. თქვენი იმედი გვაქვს მართლა. და დაგვიმესიჯეთ 95-211-ზე. ძალიან დიდი მადლობა. გოგოლა და ნოდიკო, ფორტე და ნიკა კირვალიძე. და რა თქმა უნდა, გიგა და დათა ლოლაჟილები. დიდი მადლობა. დუდუკი და დოლი. და მადლობა კოტე ფურცელაძეს, რომელიც დაგვეხმარა იმაში, რომ ესე კარგად, მადლობა. დიდი მადლობა. ქალბატონო ეთერ. ქოთმის ბულგარიენ. შენ არაძნელი მომენტია ეს რა არის? ისი რა? ეს გოგოლამ რა კარგად იცეკო ესე, მაგაში ეკუთვნის მარტო მაგას 10-იანი. მე ესე მგონია რა ვიცი, ნო. გოგოლა. არა, კარგად ცეკვავ რა. მაგრამ ეგ სიმღერის კონკურსია ქალბატონო ეთერ. არა, მოდით 1-10-იანს დავწერ და მე ჩამოვალ 9-იანებზე. კარგით? არა მგონია რაღაცა, მე ნახეთ რეები გველოდი. 10-იანი. ია. გოგოლა მე ვარ შენი გულშემატკივარი, შენ კარგად იცი, შრომობ, ეს ყველაფერი ჩანს, უკვე ნახევარი გზა გაიარეთ და ეს ყველაფერი ჩანს, ნუ აი რასაც აკეთებ, ჩემო კარგო. და მინდა გითხრა კიდე, ყოჩახ, მინდა გითხრათ, რომ ეს ისეთი, ნუ ჩემი საყვარელი ფილმი, სადაც მე მონაწილეობას იქ ვთამაშობდნენ გენიალური მსახიობები, თქვენ იცით ეს სამეული და თქვენ მშვენივრად გაერთეთ და მე მომეწონა ეს. დიდი მადლობა. ათიკულა, ზურა. პატარ-პატარა შეცდომები იყო, მაგრამ თავარი არის მუხტი, ისეთი სწორი მუხტი იყო. მე ვიმეორებ კიდევ ერთხელ, შეიძლება ჩემი სუბიექტური ის არის აზრი, მაგრამ მაინც დიდი პრეტენზია მაქვს ტექნიკასთან.
იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს ტექნიკა და ფორტესაც შეეთქო და გოგოლასაც და იქ სანამ დარეგულირდება ეს გზადაგზა უკვე სიმღერა მიდის, მაგრამ ცეკვაც კარგი იყო, მთლიანობაში იმოქმედა და ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, მეც ერთიანს გიწევ. ათიკულა. ათი. თეონა. ჩემთვის ძალიან საამაყოა თქვენი წყვილის ყურება, რამე თუ ალბათ მე რაღაცა პატარა ჩემი აგური მიდევს თქვენ პროგრესში. მახსოვს პირველი 3 ტური როგორ ჟღერდა გოგოლა, როგორც ნაჯახი და ეხლა როგორი მოქნილობა და როგორი სხვანაირი ტემპერამენტი და სხვანაირი საღებავები შეიძინა ტემბრმა და ხმამ. ხუჭუჭებიც კი ცადა ლელა ხო ხარ მოწმე? აბსოლუტურად გეთანხმები და პრინციპში კონკურსიც ის არის რომ დრო და დრო ყოველ ტურში ჩვენი მონაწილეები მაგრამ მინდა ერთი რამე ვთქვა რაც მე ვიგრძენი და შეიძლება მე მართალი არ ვარ. აი რაღაცა იყო დისგარმონია მთლიან ნომერში რა რაღაც გეგონება აი ამ ბედნიერების მუხტს რაც უნდა წამოსულიყო თქვენი დუეტიდან. აი რაღაცა წინაღობა ჩნდებოდა. არ ვიცი ეს ღელვა იყო თუ არ ვერ ვიცი არა მაქვს мотиваცია. რაღაცა მოდის ნერვი შენგა გოგო. არის? იცი რა, აქედან ბედნიერება ჩანდა და იქიდან როგორ ჩანდა არ ვიცი. ხო? აქ ჩანდა, კი, ჩანდა. ფულა. ჩანდა. აქედან ძალიან ჩანდა თან. ძალიან კარგი ბედნიერება იყო. ისეთი ხალისიანი გამოვედის, ცეკვაცეკვით შემოუერთდი და მეც რაღაცა ცუდად ვიმღერე მართლა. ათე ხეთ კიდე დეზერტირის ბაზარი. რა თქმა უნდა. 10. მადლობა. დიდი მადლობა. 40 გულა. დაგაცილეთ ყოველ ტექსტის გარეშე. და ეხლა კი მოდი ჩვენს მაყურებელს დაუტოვოთ ეს არაჩვეულებრივი ანსამბლი ფორტე ვაჟა აზარაშვილის ულამაზესი სიმღერით მუხამბაზი. ხოთ. აცრემლებულ თვალს ვაცეცე მოდი ხმაგამეთ ირგვინი ცივა სუსხიანი ღამე გული მტკივა სანუგეშო მიხარი რამე მე მარტო ვარ მარტო მღერი ყრუა სოფელი ვის უთხრავის განმომარტო სევდა ნაღლელი არავის ველი საიდუმლო მეგობარო მომეცი ხელი საიდუმლო მეგობარო მომეცი ხელი სულ დაგეძებნე დავსათხა რომელ მხარეში სად არის რომ იმყოფები სიმწუხარეში საიდუმლო მეგობარო მომეცი ხელი საიდუმლო მეგობარო მომეცი ხელი ვინ გითხულობს ვინ დამეძებს ვის უყვარ მე აცრემლებულ თვალს ვაცეცე მოდი ხმაგამეთ არ მიმღავდა არავინ მღავს არავის ველი საიდუმლო მეგობარო მომეცი ხელი საიდუმლო მეგობარო მომეცი ხელი
მომეცი ხელი ანსამბლი ფორტე ფორტე დუტა ნამდვილად არავის არ დიდი სიყვარულით რომ ზურა აკავდა მეცადე რომ ზურას პოზიციები დამეკავებინა მართალია ხმით არა მაგრამ ვიზუალური ეფექტი მინდოდა შემექმნა კი ნამდვილად მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგად გამოგიდგა დიდი მადლობა ლელა მაშასე ქალაქური ტური გრძელდება ოღონდ თბილისური ტური დავაკონკრეტებ თბილისური ტური გრძელდება ოღონდ რეკლამის შემდეგ ვაცადე ცოტა ხანს
Bravo. The quintessential 5. ამ არაჩვეულებრივმა ბავშვებმა მიყვარხართ ბავშვებო მე თქვენ. შარშან ლეიფციგის აკაპელის ფესტივალზე მოიპოვეს გრან-პრი. 10 მაისს ისინი მიემგზავრებიან კვლავ ლეიფციგში. მიიღეთ ბავშვებო. შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გაიმართება ვოკალური პოლიფონიის კონკურსი. შესაძლოა ტურში მათ უკვე გაიმარჯვეს და მიდიან ფინალზე. მოდით უსურვოთ მათ წარმატება. ჩვენ არაერთხელ ვიამაყებთ ამ ბავშვებით. 30 აპრილს მსოფლიო ჯაზის დღეს მათ გამართეს არაჩვეულებრივი სოლო კონცერტი. მე გახდით და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. და დიდი მადლობა ამისთვის. წარმატებებს გისურვებ და დიდი მადლობა და წარმატებები მათ ხელმძღვანელს ბუკა კარტოზიას. Bravo. მაგრამ ამ ბავშვებს ჩვენ სცენიდან არ უშვებთ. ეხლა გადავდივართ ანუკისთან და გვეტყვის ვინ არიან შემდეგი კონკურსი. ჩვენთან ერთად. დაიტოვეთ ეგ საოცარი ბავშვების სცენაზე, იმიტომ რომ ძალიან მხიარული, ენერგიული და ლამაზი სიმღერის სამღერად გიგზავნით კოტეს და ნინის წყვილს, რომელიც მზად არის უკვე ძალიან კარგი სანახაობა შემოგთავაზოთ და მოგასმენინოთ, რაც თავარია. შეახსენე შენი SMS ნომერი მაყურებელს არ შეგაყოლებ დიდხანს, იმიტომ რომ გველოდებით. 209 95 209 და შეგიძლია მოუწოდოთ. ძვირფასო მაყურებლებო, გთხოვთ თუ მოგეწონებათ ჩვენი სიმღერა და გვიმესიჯოთ 95 209-ზე დიდი მადლობა წინასწარ. ბატო კახიძის ანო და ვანო 95 209, როგორც უკვე გითხეს, კოტე და ნინი. ამ კლუბში, ესეთი კლუბში გავხდე ორი არჩეულებრივი მომღერლის ივენტის წამყვანი, ანუ საუბარი მაქვს შეუძლებელ და არჩეულებრივ კაბადონი დავიწყებ სალომე ბაკურაძეზე და აგრეთვე შეუძლებელ და უნიჭერის ორდონებსაც თავი არის ის, რომ ეს ადამიანების ჩვენი გულშემატკივრები არიან, ზოგადად აქ მოვიდით მათი და ჩვენი გულშემატკივრები გაერთიანდნენ და ჩვენ დღეს სერიოზული ძალა გულშემატკივრობს. არჩეულებრივი ინსტრუმენტის ხელმძღვანელს მიჭერეთ გადაცემი ნინის და დღევანდელ საღამოს გასწილად გამოვაცდე. Я Нана Игнацию, я прилетела вот совсем недавно из Москвы для того, чтобы принять участие в новом совместном американо-грузинском фильме, где Коте играет одну из главных ролей, и я играю его партнерши, я играю роль его жены. Коте, он достоин победы, и если у кого-то есть голос, а у него есть поющая душа, и поэтому голосуйте за него, на самом деле. Мы его обожаем, правда. ძალიან კარგია რომ ესე ჩამოვიდეთ უკვე მეორე საღამო აქვს ამჯერად უკვე სიტიში და ძალიან კარგი გარემოა ხალხით ბევრია და ჩვენი მხარდაჭერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია რომ ხალხი მომდა და ერთად ვარსავებით დაუმესიჯეთ კოტეს და ნინის 95-209. აფრთოვანებული დედამამაკდეს პირადად ჩვენი გულშემატკივრებით და არ შემიძლია რომ მადლობა არ მოუხადო, იმიტომ რომ აი სადაც არ მივედი, სადაც არ მოვხდი რაღაცა თან მე თვითონ აი სასწაულია ყველა მათლა გულშემატკივრებს. ამ ტურში ჩვენ ვღერით ყველასთვის საყვარელ სიმღერას და განსაკუთრებით ბავშვებისთვის საყვარელ სიმღერას ანო ვანოს, ბატო კახიძის. მე მაგალითად ბავშვობა მახსენდება ამ სიმღერაზე, კარგი დრო მახსენდება და როდესაც ირთვება ყოველთვის ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები და მე მგონი ჩვენი მაყურებელი ძალიან კარგ ხასიათზე დადგება წესი. მე ჟიურის კარგ ხასიათზე დადგება და ზოგადად ყველა ვიქნები კარგ ხასიათზე. რაც თავი ამ ტურში გვეხმარება ბუკა კარტოზიას ხელმძღვანელობით ჯაზ კვინტეტი, ძალიან მაგარი ბავშვები, საოცარი ბავშვები, მრავალგზის გამარჯვებული ბავშვები და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას. თუ გინდათ რომ ჯერ კიდევ ვიყოთ ამ პროექტში და არ გავარდეთ მე და კოტე, დაგვიმესიჯეთ 95 209-ზე. კოტე თქვი რა? კი, დაგვიმესიჯეთ ნომერზე 95 209. ქართული ზის ლაჟვარდები ჩვენი
ჩამოსია საქართველოვანოზია საქართველოვანოზია ქართული ცისლა ჟვარდები ჩვენი ლურჯი სამოსია საქართველოვანოზია საქართველოვანოზია სიხარულის რემლი დაგდის უგდავების ნაროსია საქართველოვანოზია საქართველოვანოზია მამაცორებს ჩაჩერების ნასტავები ჩამოშლია ჩვენ სამშობლოს სილამაზე არასოდეს არ მოშლია საქართველოვანოზია საქართველოვანოზია ანოზი და ვანოზი კანტიაზე ფიქრით ლურჯიც ის თვალო გამარჯობას გითხრით ანო და ვანო კანტიაზე ფიქრით ლურჯიც ის თვალო გამარჯობას გითხრით ანო და ვანო საქართველოს ისმერგილა სოფროსტები ამოსია საქართველოვანოზია საქართველოვანოზია შენუსტირი საქართველო არაფერიც არ მოხსნია საქართველოვანოზია საქართველოვანოზია დიდი ვეფრის ხაოსანი ჩვენი რიგის დაროზია აიმედემზეა მოდის სამომავლო დაროზია საქართველოვანოზია საქართველოვანოზია ანოზი და ვანოზი გაზიაზე ფიქრით ლურჯიც ის ხანო გამარჯობას გითხრით ანო და ვანო გაზიაზე ფიქრით ლურჯიც ის ხანო გამარჯობას გითხრით ანო და ვანო გაზიაზე ფიქრით ლურჯიც ის ხანო გამარჯობას გითხრით ანო და ვანო გაზიაზე ფიქრით ლურჯიც ის ხანო გამარჯობას გითხრით ანო და ვანო ანო ვანო ანო და ვანო ანო ვანო ანო და ვანო ანო ვანო ანო და ვანო გამარჯობას გითხრით ანო და ვანო კოდენაგინი და გენიოსი ბავშვები. ანო და ვანო და ბავშვები. ბავშვები. ძალიან დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივ ბავშვებს კიდევ ერთხელ. წარმატებები, ჩემო კარგებო. დიდი მადლობა ბავშვებო. არ მეპარება რომ იქიდან გამარჯვებულები ჩამოხვალ. დიდი მადლობა ჩვენს ბენს და ნინიკო გულიაშვილს. დიდი მადლობა და ბუკა დიდი მადლობა. დიდი მადლობა შეფასებისთვის. აბა როგორ შეგვაფასებთ? ჩემო საყვარელო დემეტრე. დიახ, კაბატონო ერთად. ისე მომწონს დემეტრე სახელი რა. კარგი სახელია. ლელა შეგელია მხარზე თავი რო დაადო ერთი წუთით. აბა მიდი რა. რამდენი ხანი გინდათ რომ მედოს თავზე? თავი მხარზე? დემეტრე თავდადებული. ფარტე ეთერში კალბატონო ეთერი პირველ ნახე როგორ ის გამოიწვია აჟიოტაჟი ამ ჩემო კარგმა ხომ აბარა უნდა მეტი მხიარულებაა საჭირო. რა თქმა უნდა. ისი რაშია საქმე მე რაღაც ტექნიკური პერსონალის ისა ვარ იცი უკმაყოფილო ერთი სიტყვა არ გამიგია რაზე მღეროდნენ. მოდი რა 9-ს დავწერ რა 9-ს. არა მითარ შემთხვევაში. არა. არა. მართლა? არა, ნუ ისე სიტყვები არის მოდა. ერთი ვანო გავიგე, მერაბიშვილი მეგონა, კაცო. ია, იმედია შენ გაიგე სიტყვები. რა ხნა? ხო, ვითო ვერ აღხედავე.
მოვიტყუო თუ რა ვქნა, მეც არ მესმოდა. მართლა ეგრე იყო. არა, ხო, ეთქობა რაღაცა ტექნიკური ხო, მაგრამ ტექნიკური პრობლემის გამო მე არ მგონია რომ ამ ბავშვებს დიდი მადლობა. არა, ბავშვები მე არ დაგეთანხმებით. ბავშვები არა ჩვეულებრივი, 19 დაუწერე მე 19. აი მე ვიტყვი ერთ რაღაცას. ხარ ჩემი კოლეგა. შენგან ვითხოვ ძალიან, აი ცოტა კაცრად გიყურებ ახლა დღეს, იმიტომ რომ ნახევარი უკვე გავიარეთ, ხო, ფინალისკენ მივდივართ. და აი მინდა დავინახო ის, რაც გაქვს შენის ნიჭიერება და რაღაცას ცოტა არ იყოს, მოკლედ წარმატებებს გისურვებ ჩემო კოდე. ეს იმიტომ რომ ვიცი რომ გააკეთებ, რომ მეც 9 ასეთი არაჩვეულებრივი გამოსვლის შემდეგ და მხიარულების შემდეგ მე ცოტა ისეთი მკაცრი ნოტი მინდა შემოვიტანო, მე მინდა უპასუხო იმ ადამიანს, თუ მაქვს ამის უფლება, ვინც სარკეში რაღაც ნინი ბადურაშვილზე რაღაც ისულელე დაწერა იმ სასაცილო კაცმა. აი მაგის პატრონს ფოდის ვიხდი ამზე. კარგი ხარ ბატონო ზურა. რაც შეეხება დღევანდელ გამოსვლას, მეც ტექნიკასთან ისა მაქვს პრეტენზია მაქვს, მაგრამ მაინც მართალია ია რომ ბანარასტავისში უნდა წავიდეთ გესმის და არ უნდა გავჩერდეთ. მეც იგივე აზრისა ვარ. 9 ქულა. თეონი. მე მომეწოდა ძალიან ნომერი, აღფრთოვანებული ვარ აბსოლუტურად ამ შედევრალური. მე ვთვლი რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ბავშვების ბენდით. ბრავო. ბრავო. ყოველივე საუკეთესოს გისურვებ და იმედი მაქვს რომ თქვენ ნიჭიერებას არასოდეს არ შეეხება გარდატეხის პერიოდი. ბრავო. რაც შეეხება ჩვენ წყვილს. დღეს კოტე აბსოლუტურად კონტექსტში ჟღერდა ჩემი თვალსაზრისით რამე თუ იყო მასში რაღაც ინფანტილური ბავშვური uvიბრაციო არატექნიკური, მაგრამ ძალიან სიმპათიური. ნინიც ედიტა პიეხას ნარიადში მე ძალიან მომეწონა მაგალითად 60-იანი წლები გხატავს. მაგრამ მე არ ვთვლი რომ ის იყო დუეტი და ჩვენ კონკურსს ქვია 2 ვარსკვლავი, ამიტომ მე თქვენ გაკლებთ 2 ქულას. 8. 8 ქულა. მადლობა. 9 და 8. დიდი მადლობა კოტესთან ნინის და ბავშვებს უღრმესი მადლობა და წარმატებები კიდევ ერთხელ არაჩვეულებრივი კვინტეტს. ანუ კი, ვინ არის შემდეგი წყვილი? სანამ შემდეგ წვილს წარმოადგენ, იქამდე ვეტყვი მათ, ვისაც სურს ჰქონდეს სრულყოფილი სხეული და არ აქვს ვარჯიშის ან დიეტების ნერვები დრო და ასე შემდეგ. მოკლედ მედი გვთავაზობს ძალიან მაგარ ინოვაციურ მეთოდს, რომელსაც ქვია ზელტიკეს, ეს პრინციპში ლიპოსაქცია უბრალოდ ოპერაციის და რეაბილიტაციის პერიოდის გარეშე სულ რაღაც ერთ სეანსში გვარდება ყველაფერი, ასე რომ ნუ მოაკლებთ თავს ამ სიამოვნებას განვადების ხარჯზე თვეში მხოლოდ 42 ლარად. ეს კარგი ამბავი მოკლედ ვისაც აინტერესებდა და ახლა უკვე უნდა გადავიდეს შემდეგ წვილზე, რომელიც მზად არის დაიკავოს სცენა თბილი და ლამაზი სიმღერით. ლექსიამ არაჩვეულებრივ სიმღერაზე აკუთვნის ნიას დიასამიძეს, უფროს ნიას, თვითონ ეს ნუნდუღაშვილის ბრწყინვალე სიმღერა შეასრულა ძალიან ბევრმა მომღერალმა, მათ შორის არ გაგიკვირდება და პატარა ნიაზმაც. ორიგინალური ვერსიით, თქვენ ამდენთაც ვიცი არ იქნებით მარტო ახლა სცენაზე, ხო? ჩვენ დაგვეხმარება არაჩვეულებრივი ანსამბლი 7 კაცა და ისინი დღეს ჩვენთან ერთად იქნებიან და გაგვილამაზებენ სცენას. გეთანხმები ამაში, ნამდვილად გაგილამაზებენ სცენას არაჩვეულებრივ წყვილს ისედაც. შენი SMS ნომერი თქვენი 95-204. ისურვებ წარმატებებს, მოკლედ მიშა და სოფო სცენაზე. ჩვენ ვერით ნინი დუღაშვილის არაჩვეულებრივ სიმღერას თბილისზე. ჩვენ დაგვეხმარება 7 კაცა ამ ტურში და რაც მიხარია, იმიტომ რომ ღერით ჩემს საყვარელ სიმღერას, ვიცი რომ მიშასაც ძალიან უყვარს ეს სიმღერა და ნახოთ იმედია რომ გამოგვივა ისე როგორიც უნდა გამოვიდეს. ძალიან ცოტა დრო მქონდა ამ სიმღერის მოსამზადებლად, იმიტომ რომ იყო შეკრებაზე. წინა ლაივის კონცერტს მერე ეგრევე წავედი სერბეთში, მარტო გავიმგზავრე ბიჭებთან და ჩამოვედი დამჭა სულ რაღაც 1 დღე მოსამზადებლად. არ იქნება იოლი, მით უმეტეს ეს არის ქართული ტური და ყველაზე საპასუხისმგებლოა. ქართული ტური, ქართული ტური. ძალიან მინდოდა თავიდან ქართული სიმღერების სიმღერა, იმიტომ რომ ის მეგონა რომ ადვილი იქნებოდა და ძალიან რთულია, ძალიან საპასუხისმგებლოა ეს. არა, მხელვარება იგივენაირი არ არის, რა თქმა უნდა. იკლო
მაგრამ ახლა მგონია რომ პასუხისგებლობა მოიმატა, ანუ უკეთ მინდა რომ იმღეროთ. ფაქტურად ყველა სიმღერაზე იძახის რომ აი ამას მე ვერ შევძლებ, ამას მე ვერ ვიმღერებ. ნუ სულ აი ეს გონია რომ ვერ შეძლებს. თან ძალიან მომწონს ის რომ ძალიან მომთხოვნიან, არასდროს არ მოსწონს თავისი ნამღერი. მინდა რომ დავიხვეწო უფრო რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ტური გადის, მინდა რომ რაღაცა ვისწავლო და უფრო მეწელია შენგან. მე ვხედავ ჩვენ წყვილს ფინალში. შენ? მე ვენდობის უფროს. თუ ეს სიმღერა მოვა თქვენს გულამდე, თუ აი ოდნავ მაინც მოგეწონება ჩვენი ნამღერი, დაგვიმესიჯეთ ნომერზე 95 204. Tbilisis modrpialeva Misachels gushi chavigra Tbilisis tbilmitsas venatsuale Uberebel mtqvars gavtskerikla Uberebel mtqvars gavtskerikla Სულ არ მინდა ცხოვრების დანაკარგი პიროსმანი შესანდობარსა ცოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე მომიდევოს ჩემა თბილისმა წადის გადავიღალე შემომელია როგორც თბილისის სიმღერა ისე იმის შვილსაც ვერ მომელია იმის შვილსაც ვერ მომელია სულ არ მინდა ცხოვრების გზა Osmani შესანდობარსა სოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე მომიდევო შემა თბილისმა სოდვა თუ მაქვს ჩადენილი რამე მომიდევოს შემა თბილისმა მიშა და სოფო და შვიდკაცა. ძალიან დიდი მადლობა ჩემთვის ძალიან საყვარელი კომპოზიტორის ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის უკვდავის სიმღერა თბილისზე ნიაზ დიასამიძის არაჩვეულებრივ ლექსზე. ძალიან დიდი მადლობა ანსამბლ შვიდკაცას და ქალბატონო ეთერ გთხოვთ. ეცით რა ჯერ მარტო ნუნუ დუღაშვილი და ნიაზ დიასამიძეს ეკუთვნის მაღალი ნიშანი მე ესე ვფიქრობ იცით
მე ეს ანსამბლი რა კარგი ანსამბლია რა. ძალიან კარგები ხართ, ხო? ანსამბლი შვიდკაცა. ძალიან კარგი ანსამბლია. ნუ ვარსკვლავებიც კარგები არიან. მოდი 10 დავწერ რა. დიდი მადლობა. ია. იშა, იდეალური წყვილი ხართ. გადასარევი ხმა გაქვს. მე ვხედავ, რომ აი საერთოდ, როდესაც ასრულებ, შენ იცი, რასაც მხერი ხარ, აი ეს არის მთავარი, ყველა სიტყვას. ანუ პრაჟივაიშ, რასაც ქვია, ხო, ცხოვრობ. და ეს ამას ძალიან დიდი ნიჭი უნდა, ჩემო კარგო და შენ ეს უკვე შეძელი. დიდი მადლობა. 10 კულა. ზურა. მირასლაბლია ეს ვაკარა, ალბათ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ვის როგორი ხმა, ვის რა სული აქვს და ვის როგორ გამოხატავს იმას, რასაც მღერის. შეიძლება ჩუმად იმღერო, აი როგორც იმღერა და ყურები გაგეზარდოს, რომ გინდოდეს მოსმენა ამის. ძალიან კარგია, დიდი მადლობა. ყოველი ტური გელოდებით, რას გააკეთებთ ახალს და როგორ აწევთ თქვენივე დაწესებულ გრადუსს. და საკვირველება არის, რომ ყველა ტური არის ჩემთვის სიურპრიზი. ბრავო. მადლობა დიდი. ის რომ სოფო გელოვანს აქვს ვოკალური კულტურა, ეს გასაკვირი არ არის, რამე თუ ის არის უმაღლესი ხარისხის პროფესიონალი. ჩემი თვალთახედვით სოფო შენ ეს ადგილი ყოველთვის უნდა გააშიშვლო. რომ ძალიან გიხდება. რაც შეეხება ჩვენ ნიშას, საქართველოში და მხოლოდ საქართველოში შეიძლება წყალბურთელი აი ეს მღეროდეს. დიდი მადლობა თეორია, ძალიან დიდი მადლობა. საოცრება არის ის ფაქტი, რომ ზოგ მუსიკოს არ აქვს თავისი კონტექსტი მელოდიაზე. შენ ყოველთვის გაქვს. ბრავო, 10. დიდი მადლობა. 4-10-იანი. უმაღლესი შეფასება. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შვიდკაცეს. თქვენ ნამდვილად გაალამაზეთ დღეს ჩვენი საღამო. მადლობთ. და ეხლა ჩვენი სპეციალური სტუმარი დათუნა სირბილაძე. მინდორ მთელი ქართლი შევაჯერე ფრინველივით შესკენ მოვდევნი ავსა ვერ გიპოვნე სიყვარული შევაჩვენე და მიღამდა შენი თვალის ბიალსა გამახარე მხოლოდ ერთხელ გამახარე გავგაროზად შენი დარდი დამქონდეს როცა მოხდე გულზე ცრემლი და იქაც შენი მარგალიტი მომყოლდეს გამახარე მხოლოდ ერთხელ გამახარე ამგაროზად შენი დარდი დამქონდეს როცა მოყვდე გულზე ცრემლი დამაყარე იქაც შენი მარგალიტი მომყოლდეს იქაც შენმა სიყვარულმა გამაგზავნოს შენთვის მყარი შენთვის გამენათელი შენი მარგალიტი მომყოლდეს გამახარე მხოლოდ ერთხელ გამახარე ამგაროზად შენი დარდი დამქონდეს როცა მოყვდე გულზე ცრემლი დამაყარე იქაც შენი მარგალიტი მომყოლდეს იქაც შენი მარგალიტი მომყოლდეს იქაც შენი მარგალიტი მომყოლდეს დათუნა სირბილაძე, დიდი მადლობა დათუნა სირბილაძეს. ნუნუ გაბუნიას უღრმესი მადლობა. გაბუნიას გაგონებაზე ერთ-ერთ კაკულიამ როგორ გამოიხედა.
არა მარტო ეს. თავარია იაზე ან ვაზე მთავრდებოდეს, ხო? ეს კონკურს გარეშე იყო, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. ეს არ უნდა შევაფასოთ. თათუნა სირბილაძე თავის დროზე შევაფასეთ და რა დაუწერეთ? საუკეთესო. ყველაფერი, რა თქმა უნდა. ალბათონ ეთერ, ხომ არ გამოაცხადებდით რეკლამას? არა, სანამ რეკლამაზე გავიდოდით, ერთი პატარა აქედან დავინახე ერთი სტუმარი. სოფო შევარდნაძია ეს მე როგორც ხედავ. გამარჯობა სოფო. სოფო, გამარჯობა. როგორ ვძანდები, ჩემო კარგო, ხო კარგად? მიხარია რომ ახარ და მე იმედი მაქვს რომ ესე იგი მაყურებელთან ერთად ჩვენ ხუთშაბათ შევხვდებით ცეკვებზე. აბარა. ხუთშაბათ ნახევრად გურული ვარ. მე არა ვარ გურული, მაგრამ რეკლამაა გურული ჩვენთან. აპა! დიდი მადლობა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ანსამბლი იგივე სეუ დიდი მადლობა მადლობა ერთი რახტატი გამიკეთე რა გეხოცები რა მარტო დოლი გეხოცები ერთი პატარა ერთი დოლი რახტატ
ყური მოგძრა, ყური. ეს ბოლოს აუცილებელია, ეს არის ყველაზე აუცილებელი. ბოდიში თმა არ მქონდა სველი. დიდი მადლობა. მე მეტი არ ვიცი. დავაგზავნოთ კონკურსი. ამავით რა უნდა ვთქვა? კონკურსი გრძელდება, ნელა, მე მაპატიეთ. სად ვარ? იქნება მითხრა ვინ ვარ? ქალაქურში, ქალაქ თბილისურში რეგიონი შემოიჭრა და გაიღვიძა ჩემში, გაიგე მაინც. კიდე კაირო შენი პირით ამბობ მაგას. გადავიდეთ ანუკისთან და ვნახოთ ვინ არის შემდეგი წვილი. მე შემოგიერთით ბილაინის ოთახიდან და როგორ არ აღნიშნო იმის შესახებ, რომ ჩვენი ძალიან ლამაზი რუჯი არის სოლარიუმის, კლუბ სოლარიუმის ნატალის დამსახურება და მათ შორის ჩვენი ვარცხნილობები, სილამაზის სალონების ქსელი ნატალის დამსახურება. სხვათა შორის აქვს ინოვაციური მეთოდი დაფერვის. სულ 3 ფერია, შეგიძლიათ იყოთ თეთრი, მოთეთრო ფერის, როგორც ლატე და ასეც ქვია ამ დაფერვას. შეგიძლიათ მიიღოთ საშუალო ზაგარი, რომელსაც ქვია კაპუჩინო და შეგიძლიათ იყოთ ძალიან მუქი და შოკოლადისფერი ესპრესო სახელწოდებით, აი ესეთი დაფერვა. ესეთი გემრიელები რაც თავარია. ირინა და გიორგი დღეს შეასრულებენ სიმღერას, რომელიც 30-იან წლებში ერთ-ერთმა ქალბატონმა დაწერა და პირველად თავადვე შეასრულა დუდუკების ფონზე. მას შემდეგ ყველა ჩვენთაგანმა ეს სიმღერა ძალიან კარგად ვიცით. ბევრ ჩვენთაგანს უყვარს კიდევაც. ორიგინალურად გამოიყურებით რაც თავარია შეფუთვა ადგილზე. მე მგონი ხო თემატურად ქალაქურის ტურს შევწამეთ კოსტი. თავისთავად შეგვახსენეთ თქვენი SMS ნომერი თუ შეიძლება გიორგი. 95-208. მოკლედ ირინა და გიორგი ჩემი გმირი გიწოდეს შეასრულებენ, რომელიც გახლავთ ანა ვარდიაშვილის სიმღერა. მათი SMS ნომერი ისევ ერთხელ გეტყვით 95-200-8. კონსერვატორიაში მე და გიორგი ორშაბათს რა სიმღერასაც ხვერით, იმისი ისტორია უნდა გავიგო. რაც შეეხება ამ სიმღერის ისტორიას, ალბათ საინტერესოა და შესრულებისთვისაც ალბათ რაღაც გაითვალისწინებთ ამას, რომ ეს დაიწერა ომის პერიოდში, ესე იგი 1953 წელს. ამ სიმღერის ავტორი იყო ბაბუა, ჩემი, ესე იგი მამაჩემის მამა. ვასილ ანტონიძე შავერზაშვილი. მოღვაწეობდა კინოში და აგრეთვე სასიმღერო, ეგრეთ წოდებულ საესტრადო ხელოვნებაში. საერთოდ მუხამბაზების ავტორი იყო. როდესაც საქმე ეხება ქართულ სიმღერას, ალბათ საჭირო და აუცილებელიც არის, რომ რაღაც ზოგადი ინფორმაცია ქონდეს ამა თუ იმ სიმღერასთან დაკავშირებით. კონკრეტულად არ გახსოვთ, ხო, ეს რას მიეწყო, მაგრამ დაახლოებით რა შეიძლება რომ მიაწეროთ? ნუ მივაწეროთ, ახლა 53 წელში უძღვნიდნენ, რასაკვირველია, აი ომში დაღუპულებს ან რაღაც გმირებს და ასე შემდეგ და ვინც ხელმძღვანელობდა ამ ომს, იმასაც ეძღვნებოდა, რასაკვირველია. ძალიან სიამოვნებს, რომ ახლა ეს სიმღერა აჟღერდება და გიორგის და ირინას მეშვეობით რაღაცა კიდევ ერთხელ მოვისმენ მას. ნუ ეცდებით რომ რაღაც კარგი გამოვიდეს და თქვენი ბაბუის დაწერილი სიმღერა, ასე ვთქვათ, ნუ არ შევარცხვინ. დღევანდელი ჩვენი სიმღერა ჩემი გმირი საფუძვლიანად შევისწავლეთ თავისი ისტორიით, ვის უმღერია, ვის ეძღვნებოდა და ასე შემდეგ. აი ყველანაირი ინფორმაცია გვაქვს. ეხა სიმღერაშიც რაღაც არის ისეთი მერიზმები, ყველა ფრაზაში არის რაღაცა ისეთი გასაკეთებელი, რომ ამას ვერ გასწავლის, ანუ პედაგოგია შეიძლება წლები იარო და რაღაცა არ გამოგივიდეს, რა ანუ რუსა ქეთი ნინო არიან გაგიჟებულები რეპეტიციაზე, რომ ისი აკეთებს, ანუ საიდან აქ თვითონაც არის ის, იმიტომ რომ არასდროს არ უმღერია ეს ჟანრი. და მეც არ ვიცი, მაგრამ მათ ხო ძალიან კარგად გამოდის. იმისთვის რომ არ დავტოვოთ პროექტი და კიდე დიდხანს ვიყოთ, დაგვიმესიჯეთ ნომერზე 95-208.
ჯვანახა ვისვილის ხუდროება შელახა ჩემი გულის ორად დამაბობელი გეფიცებით შემოგარგო შენახა ჩემი გულის ორად დამაბობელი გეფიცებით შემოგარგო შენახა ჩემი გმირი გიწოდე ხელი გამოგიწოდე გაიმარჯვებისოდე ჩემო ვაჟკაცო ჩემი გმირი გიწოდე ხელი გამოგიწოდე გაიმარჯვებისოდე ჩემო ვაჟკაცო განშორება გულით არ გამიხარდა მაგრამ დუდუქს ქონესას ვერ ვათქმებინე შენ სიმღერა ხელის გაშლით ვიხარდა მაგრამ დუდუქს ქონესას ვერ ვათქმებინე შენ სიმღერა ხელის გაშლით ვიხარდა ჩემი გმირი გიწოდე ხელი გამოგიწოდე გაიმარჯვებისოდე ჩემო ვაჟკაცო ჩემი გმირი გიწოდე ხელი გამოგიწოდე გაიმარჯვებისოდე ჩემო ვაჟკაცო ხელი გამოგიწოდე გაიმარჯვებისოდე ჩემო ვაჟკაცო ჩემი გმირი გიწოდე ხელი გამოგიწოდე გაიმარჯვებისოდე ჩემო ვაჟკაცო გაიმარჯვებისოდე ჩემო ირინა ირინა და გიორგი. ეს დადგმული გქონდა ესე თუ სიურპრიზი მოუწყე? სიურპრიზი მოუწყე. გიგა და თათალოვლაშვილებს დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დუდუკი და დოლი. ქალბატონო ეთერ. იცით რა, ისე მიყვარს ეს სიმღერა. სიმღერა არის ბატონი ვასო, პროფესორი კონსერვატორი შავერზაშვილი, ლექსი არის კარლო კალაძის. ეს არის ნოე სულაბერძის ბაბუა შავერზაშვილი, ლილი შავერზაშვილი, ჩემი მეგობარი კომპოზიტორი. ეს არის არაჩვეულებრივი სიმღერა და მადლობელი ვართ, რომ ეს სიმღერა მოგვაქვს. ეს გიორგი რა კარგი ვინმე ყოფილა, კაცო. ირინა, შენც კარგი ხარ, მაგრამ ეს გიორგი რაღაცა მომეწონა რა. ხო? გიორგი, რამდენი წლისა ხარ, აბა თქვი? მაღლობასე. გასაპირებთ ქალბატონო ეთერ. არა, ისე მაინტერესებს. 21-ის. 21. ხო, ია მითხრა ნინიძემ და არ დავიჯერე, იმიტომ რომ რაღაც წერები რო აქ, იცი ცოტა დიდი მომეჩვენა, ხო? ეგ რო დიდი რო გამოჩნდეს. რო გამოჩნდეს და დუდა რა მინდა იცი თქვა? შენიყავი, ხო ნიჭიერი კაცი ხარ, მაგრამ ჯოკოკერი აი ჭკუიდან გადავედი. ეს რო არ მეთქვა, არ შემეძლო რა. ბრავო. ეგ სხვა თემაა ეხლა. იცით რა შეიძლება კიდევ თქვა? ბატონო ნოე, მაძლევთ უფლებას ერთი წინადადება თქვა. რა მინდა იცით? ეს არის მე-9 სეზონი, ხო? ამ არაჩვეულებრივი შოუსი, ხო სწორე ვარ? რამდენი? მერვე საკონკურსო ტური. უნდა, თქვა ტური უნდა. რა მოხდა? სეზონი იყოს, რა მოხდა ახლა, ნუ? სეზონი პირველი ტური მერვე. მე-10 სეზონზე მინდა რომ აი
აი ჩემი პლეადა მონაწილეობდეს, ხო შეიძლება? ჩემი საყვარელი მომღერლები თემური ციკლაური, მერაბ სეფაშვილი, ეთერი კაკულია, აბა რა, ნო? ლელა, შენ დამავიწყე, ხო ხარ ჩემი პლეადა, კაცო, აბა რა. ერთი კლასით ზემოთ ვიყავით. შენა, გიო სოფიშოს ხედავ, გიო ხუციშოს ხედავ, გიო, მონაწილეობას ხო მიიღებ? აბა რა, გენაცვალე, აბა რა. გამოტონო ეთერი. იდეა მოიწონა იმედმა, საინტერესო. ვაშა. ქულა, გავბატონო ეთერი, ქულა. ქულა დავიწერეთ, გამოტონო ეთერი. უნდა მაგათ ქულები. გამოტონო ეთერის წერს ქულას. შემოდი, აჰა, გიორგი. 10 ქულა. ია. ირინა, არაჩვეულებრივად შეასრულე ეს სიმღერა, ძალიან მომეწონა. არაჩვეულებრივად. ნუ მორცხობ, გთხოვ ძალიან. კიდევ ერთხელ აი ვიმეორებ, მაგრამ ეს ესეა ჩემო კარგო ღმერთმა ყველაფერი მოგცა თქო ვიძახი. რაც თავარია იცი, რასაც აკეთებ, შენ და აკეთებ არაჩვეულებრივად. ქულას შესაბამისად. ირინა, შენ სიმპათიურ ქმარს მოკითხვა გადაეცი რა. აუცილებლად გადავწი. მოკლედ გულგრილი არავის მიმართ არ რჩება, ქალბატონი ეთერი. ზურა გთხოვთ. აბა რა, იმიტომ რომ იუმორი ხო უნდა კონდეს ხო? კიდე კაი ჩვენ არა ვართ მანტო, ეხლა რა მოხდება. არ მომიდგენ. არაჩვეულებრივი წყვილი ბრძანდებით, ძალიან კარგი პარტნიორები ხართ და ძალიან კარგია რომ ერთმანეთზე ფიქრობთ სიმღერის დროს. დიდი მადლობა, ძალიან კარგები ხართ. ყველაფერი ითქვა. 10 ქულა. 10. მადლობა, თეონა. შვენი ნომერი იყო, ირა, ძალიან ვაფასებ იცი რა ფაქტორს შენში, რომ აი ეს შენი შვედური ხასიათი, რომ უნდა ააფეთქო და დარდიმანდი გამოწოვო შიგნიდან. ძალიან ელეგანტურად გამოგივიდა ყველაფერი დღეს. ელეგანტურად, მაგრამ ერთი ქულა უნდა დაგაკლოთ, იმიტომ რომ მე კიდევ ვთვლი, რომ ეს არ იყო დუეტი. შეხმატკბილებული არ იყო თქვენი ორი ხმა. 9. 39 ქულა სრულად ჯამში, 3-10-იანი და 1-9-იანი. მე ვთვლი, რომ კარგი შედეგია. დიდი მადლობა. გავაცილოთ ირინა და გიორგი, აპლოდისმენტებით. აქვე მინდა ერთი პიროვნება შევნიშნე, რომელიც რომამ ამჟამად იმყოფება სამშობლოში. და მინდა მივესალმო დათო ხუჯაძეს. შესანიშნავ ტურზე აღმოჩნდა მეორე რიგში. როგორ ახარ? შვენივრად. მიხარია რომ აქ ხარ, მიხარია რომ ჩვენ კონკურსს ესწრები. იმედი მაქვს თან ამ იმედზე, რომ ისე არ წახვალ, რომ ერთი პატარა მებრივი ამ შვენიერს აღამოს, მეც რაღაც ჩემს უ შევიტან. შვენიერი გადაცემა. აპლოდისმენტებით თუ შეიძლება გავამხნევოთ ეს არაჩვეულებრივი ადამიანები, გთხოვთ. რატო გთხოვთ? ესამი არა, მარტო ესე კი არა, ესეცა ვარ მომზადებული და ესეც ჩაგირთავ. გენა მეორეც ჩამიგე. We need to find only see. We must be out on the bend.
გადახუჯაზე თან. აია. ეხა მე ვიცი რომ ჩემი შეფასება აქ არ ხდება, მაგრამ ტელემაყურებელს მინდა ვთხოვო რომ თუ გაგიჩნდება სული რომ შენ ვაფასოთ. მიშა, რა ნომერია შენი? რა ნომერია მიშასი? რომელი მიშასი? ხუჯაზის, რომელი მიშასი? 1502. ორი ხუჯაზე ვარ სცენაზე. ასე რომ დავამესიჯეთ. დიდი მადლობა. ხუჯაზეების კლანი ამუშავდა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა და ეხლა გადავიდეთ. ანუკისთან, იმიტომ რომ დარჩა ერთი მონაწილე და დარჩა ცოტა დრო. ამიტომ ანუკი, ვინ არის ბოლო მონაწილე ჩვენი? თანა ბოლო მონაწილემ და გადავალ იქამდე აუცილებლად უნდა დაუბრუნდე ირინას და გიორგის წყვილს, რომლის პროფაილიც მიეცნო ამ სიმღერის ავტორს და ძალიან მიეხარია, რომ ქალბატონი ეთერიც გამომეხმაურა და მე მას ვეთანხმები, იმიტომ რომ მე ვიცოდი, რომ ეს სიმღერა ეკუთვნოდა ბატონ ვასილს, ზოგადად მუხამბაზებს წერდა. ისიც ვიცოდი საბედნიეროდ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწერა და იქაუთ მირებს მიეწყო, თუმცა სამწუხაროდ ამ შემთხვევაში რედაქტორის, რომელიც შემზე კომპეტენტური მეგონა ამ საკითხში, რჩევა გავითვალისწინა და აი ასე გამოვიდა, ასე რომ მას შემიშეცო არ არის მაპატიეთ მის მაგივრად. ახლა კი შემდეგ წელს გავუშვებ სცენაზე თბილისური და ძალიან გემრიელი სიმღერით და კარგი იქნება თავადვე თუ წარადგინოთ. ესე იგი შეგისრულებთ დღეს ჯეირანს. ნუ ჩვენი ინტერპრეტაციით ნახოთ რა იქნება, სადაც დაგვეხმარებიან ანსამბლი სეულის მოცეკვავები, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი მათ. გისურვებთ წარმატებებს და კიდევ ერთხელ SMS ნომერი თქვენ. 95 201. მოვედით საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ანუ სეულში, სადაც სეულის ანსამბლი დაგვიწევს პარტნიორობას და მოგვეხმარებიან ჩვენი ნომრის, ასე ვთქვათ, ჰარმონიზაციაში, როგორი პოლიტიკური ტერმინები ვლაპარაკობთ. თავარი მომენტი არის ის, რომ რაღაცა ეს თბილისური, ეს ყარაჩოღური მომენტი იყოს სცენაზე ეს სული. დაგეხმარებით ცეკვა ჯეირანი, სადაც ერთი გოგო და რამოდენიმე მიახლოებით 4 ბიჭი იცეკვებს ამ ცეკვას. მეც რო ჩავხდი შუაში. ბრავო. აი ეს მაგარი ბიჭები გაალამაზებენ ჩვენს ნომერს. თბილისი გვექნება, ომოწელი თბილისი რა თქმა უნდა სცენაზე. ეს იქნება თბილისური ჩაკუჩას და ლურსმანას ლეგენდა. დაიწყო ახლა ჩაკუჩა და ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ლევანის და ნინის სიმღერას ვაფორმებთ ჯეირანით. ძალიან გვიხარია და რა თქმა უნდა ლევანის და ნინის უსურვებთ დიდ წარმატებას და ჩვენგან ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება, რა თქმა უნდა. დავუმესიჯოთ ლევანის და ნინის ნომერზე 95 პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ თვითონ ეს ანსამბლი, ანუ სეუ, მე პირადად ჩემზე ფალმოდ დავაყენო, როგორც ნაციონალური ბალეტის, ისევე ერისიონის და ესეთ სერიოზული ანსამბლების გვერდით, იმიტომ რომ, რა ვიცი, სცენაზე მართლა ვთვლიან ყველაფერს. სიმღერა ერთია, მაგრამ მეორე აი ამ ცეკვიდანაც იღებ ენერგეტიკას რა. ხერით ჯეირანს. პატარა ჩვენი ინტერპრეტაციით, რა თქმა უნდა. და კიდე ერთი სიახლე გვაქვს ორი ვარსკვლავში. ქეთი გაბისემმა დამარქვა მე ლურსმანა და ამას ლუსამორჩილაძემ დაარქვა ჩაკუჩა. ეხა ახალ სიმღერას ვაკეთებთ ლურსმანა და ჩაკუჩა. ორ ვარსკვლავსა მოდიან, ერთმანეთს ეუბნებიან. რომელი სიმღერა ჯობია. შენ ამას უთხრა ქეთი რომ აი ლურსმანივით ნუმღერიო აი ესეო და მე ხო სულ აი ხანდახან ეს მთიულები მართლა ეს რქები ამოდის მთიულური და აუ ეს უბრალოდ ჩაკუჩია. ამან ჩახვევა იცის ხო? იმედია მოგეწონებათ ჩვენი გამოსვლა და შესაბამისად მოწონების შემთხვევაში აგვიმესიჯეთ ნომერზე 95 201.
პატარა გოგო და მე დიდი მადლობა. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ანსამბლს უღრესი მადლობა თანადგომისთვის. ძმებს უღრესი მადლობა. გიგა და დათალოლაშვილები იყვნენ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა. უღრესი მადლობა ქალბატონო ნინო. ქალბატონო ერთად. დიდი მადლობა. ისმით. ბოდიში, ძალიან დიდი მადლობა პედაგოგებსა თუ შეიძლება განსაკუთრებული მადლობა მათ. იმედია არ ვანერვიულეთ. ძალიან მადლობა სეუს. ბიჭებო, მადლობა. ყოფეს ნინი ციკლაური რა კარგი ვინმე ყოფილა კაცო. ათი, აბარა. არ არის დასამალი რომ თქვენ ხართ ჩემი ფავორიტები, მე ამას არაერთხელ ვამბობ და გავიმეორებ კიდევ ერთხელ. გამოდმებით, ორშაბათი არ ჩაივლის სხვანაირად. არა და მინდა გნახოთ ფინალში ჩემო კარგებო. ძალიან დიდი მადლობა. ჩემო ნინი. 10 ქულა. ზურა. 10 ქულა. მოგლეთ და კონკრეტულად. აი ასეთი თბილისი მომდოს მე. მადლობა. თავისუფალი, ბევრი ფერები, ბევრი ფორმები, სხვადასხვა ნაციონალობები. თავისუფლები, ტოლერანტულები, აი ესეთები უნდა ვიყოთ ჩვენ. თქვენ დააყენეთ ეს ენერგია თავისუფლების ნამდვილი თბილისური მუღამის. ნინი მინდა გითხრა რომ დღეს ფრაზებს უბრალოდ ხატავდი. ლევან შენთვის ეს კოსტუმი არის გამოგონებული უბრალოდ და ჟღერდი არაჩვეულებრივად 10 რაღაც მადლობა. დიდი მადლობა. არიათიანი. გამეთანხმები ალბათ. მუსიკის ეს ჟანრი ძალიან ორგანულია ჩვენთვის, ძალიან ახლობელია და შესაბამისად ორგანულია ჩემი თვალსაჩინით შენთვის. დიდი მადლობა. დავაციოთ ლევანი და ნინი აპლოდისმენტებით. მადლობა. მეგობრებთან. ერთ სიტყვით შეიძლება. ბატონო ლევანს აქვს თქვენი. ძალიან მარტივია ყველაფერი. მარტივია ეს ცხოვრება, რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია. აი ხარ. დიდი მადლობა. მოდი ნახოთ ჟიურის შეფასების მიხედვით ჩვენი ექვსეული ვინ როგორ გადანაწილდა რომელ ადგილებზე არიან. თანმიმდევრულად შევხედოთ ვაშასე ჟიურის ქულების მიხედვით ლევანი და ნინი 40 ქულა, მიშა და სოფო 40 ქულა, გოგოლა და ნოდიკო 40 ქულა, 39 ირინა და გიორგი 38 ქულა, მიშკა და ანი და კოტე და ნინის 35 ქულა. აი ესეთი თანმიმდევრობა გვაქვს. ისე მაყურებელს მიმართავ ვიცით ჟიურის გადაწყვეტილება, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს გადაწყვეტილებები თქვენი SMS-ების საშუალებით. ასე რომ დავუმესიჯეთ თქვენს რჩეულს, პატივცემულებო, აუცილებელია ეს. ისე არ გამოვიდოდა დღევანდელი ტური სხვანაირად. ლელა, ჩვენ გარეშე ხო იცი ეს ტური ისე არ ჩაივლის. ეს ისეთი ტურია. მზად ვართ ამისთვის. რა თქმა უნდა, და მე პარტნიორობას გამიწევს არაჩვეულებრივი მომღერალი, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, გიო ხუთიშვილი. რუსა მორჩილაძის არაჩვეულებრივი სიმღერით საზანდარები, ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძე. მოგესალმებით, ძალიან მიყვარხარ, ძალიან ლამაზი დღეა, კონკურსანტებს მივესალმები, ლამაზებს, ნიჭიერებს, კარგებს და ნუ ჟიურიზე არ მაქვს ლაპარაკი. ერთ-ერთ ჩვენი სკოლის ამბები გამახსენდა, რომ დაგინახეთ აქ რო დაგინახეთ და ძალიან მიხარია რომ აქ ავართ ერთად ვართ. მიყვარხართ. პრაქტიკულად გამოვიდა თქვენი პლიადის დღევანდელი დღე. გამორთეს. ხო, რატორთავენ ამას? ჩაუხდეთ მიკროფონი გას. რატორთავენ ეკონომია თუ რა? გზოგამთ. ჩემო საყვარლებო, აბა ვნახოთ როგორი დუეტია რა, მოვისმენთ. შეგადიხართ კონკურსში ხართ თქვენ? კონკურსში ვართ. კონკურს გარეშე ხართ? კონკურს გარეშე. მანქანა არ გინდათ ესე? არ გვინდა. არ გინდათ. ყავს. კოცნით მიხარია ია ზურა ეკა მოგესალმებით და ძალიან მიხარია რომ აქ ავარ დღეს თქვენთან. მე ქვემოდან მოგლელა. წავიდა, გთხოვთ. წავიდა.
ვერ გითხარი ვერადა შემეყარე სენა და გული და დაგული მალულად ოცნებას პედავდა ხატავდა ათასფერადა შემეყარე სენათა დაგეძება დილელადა ჩემი გულის ხონება ცხოვარება მიგზიე სადარადელადა დამიხარე თვალები ზესაც დაედარები დამიქარვე ფარული ზეოდა გულში რეგენსარები როგორც საზანდარები მიყვარხარ და მეყვარები გეძებდი ველადა ჩემი გულის ცხონება ცხოველება მიციე სადარდელადა დამიხარე თვალები ზესაც დაედარები გამიქარავე ფარული ზევადა გულში რეგენსარები როგორც საზანდარები მიყვარხარ და მეყვარები სენახარ, ალბათ ბედის სერახარ, ხამეა ნათელი მთვარე ხარ, დღე ადამიანს გავხარ, ჩემი ხარ, ვერ სადა ვერ ძახარ. ლაზურო მუხტი შენახარ, ედემ ბაღის ვარადი ხარ, თუ აღულის არადი და ფანასახარ, ჩემი ხარ, ვერ სადა ვერ ძახარ. დამიხარე თვალები ზესაც დაედარები გამიკარვე ფარული ზევდა გულში რეგენსარები როგორც საზანდარები მიყვარხარ და მეყვარები მიყვარხარ და მეყვარები მიყვარხარ და მეყვარები Bravo! დიდი მადლობა. ლელა წურწუმია. გიო ხუციშვილი. Bravo, დიდი მადლობა. ვაშა ასე პატიცემო საზოგადოება უღმესი მადლობა. ლელა წურწუმიას. ძალიან დიდი მადლობა ამ სიმღერას. გიო ხუციშვილს. ავტორებს. დიდი მადლობა. რუსას ირინას ეს გახსოვთ სიმღერა სპექტაკლიდან გაყრა. კარგი სიმღერა, ესა რა გადაგივა. მაშასე, ნახოთ როგორი იყო დღევანდელი დღე, ვიდეო კოლაჟი უკვე მზად არის და ჩართეთ ფირი. საქართველო არაფერიც არ მოხსნია საქართველო ანოსია საქართველო ანოსია დიდი ვეფრისაოსანი ჩვენი მიგის დაროზია აიმედენცია მოდი სამომავლო დაროზია საქართველო ანოსია საქართველო ანოსია სულამინას ხორების გზა
ჩემო ვაჟკაცო ჩემი დუდი გიწოდე ხელი გამოგიწოდე გაიმარჯვებისოდე ჩემო ვაჟკაცო გაიმარჯვებისოდე ჩემო ირინა ასე გოგონებო დიდი ბოდიში ერთი წამი უნდა ვისარგებლო შემთხვევით და ვინაიდან და რადგანაც 10 წუთი უკვე გადაცდა 12-ს გიორგო ბასკილოსავ საქართველო გიორგო ვისარგებლე შემთხვევით დიდი ბოდიში აი ესეთი ტური ჩავატარეთ დღეს თბილისური ტური გიორგო ბას შემოვიდა და სამწუხაროდ ერთი კონკურსანტი თავის მეწყვილე ვარსკვლავთან ერთად დატოვებს დღეს პროექტს ჟიურის გადაწყვეტილება ვიცით, ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენი მაყურებლის გადაწყვეტილება გავიგოთ ლელა. თქმა უნდა. ჩავატარეთ გემრიელი, ლაზათიანი, ძალიან ლამაზი ტური. ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან ისიამოვნა. მე ძალიან. და გთხოვთ, ძვირფასო მაყურებლებო, გააქტიურდით, გამოუგზავნეთ თქვენს ფავორიტ წყვილს SMS-ები. მის ისების დასრულებამდე დარჩა 10 წამი, ასე რომ 10 წამი დარჩა? საბათა, აი აქ უნდა დავიწყო 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 კაი შევწყვიტეთ ხმის მიცემა ხმის მიცემა შეწყდა და ვაი დედამ ჩემო სამი აუტსაიდერის გამოვლენის ჟამი დადგა პირველი აუტსაიდერი ჟიურისა და ტელემაყურებლის გადაწყვეტილებით არის ირინა და გიორგი მეორე აუტსაიდერი გოგოლა და ნოდიკო მესამე აუტსაიდერი გახლავთ მიშკა და ანი აქედან ერთ-ერთი წვილი დაატოვებს სამწუხაროდ პროექტს, აი ასეთი გადაწყვეტილება მიიღო დღეს, როგორც ჩანს ტელემაყურებელმა. მე ვამბობდი, რომ შეგიძლიათ შეცვალოთ ჟიურის გადაწყვეტილება და შეცვალეთ კიდეც. პროექტში ამ სამიდან ორი დარჩებიან და ერთ-ერთ პირველ წყვილს გამოვაცხადებ, ვინ დარჩება. მაშასე პროექტში დარჩებიან და შემდეგ ორშაბათს თქვენთვის იმღერებენ ირინა და გიორგი. გიორგი, გიორგო ბას, ირინა შენს დარჩენას. გოგოლა თუ მიშკამ? ეხლა ერთ წუთში გეტყვით პასუხს.
ერთი წუთი გავიდა და იმედი მაქვს მეწყიან. ჰე. შემდეგ ტურში იმღერებენ გოგოლა და ნოდიკო. ჯილოსთან. მიშკა და ანი სამწუხაროდ სწორებენ პროექტს. კონკურსთან, სადღაც სამწუხაროდ შემდეგ ორშაბათს კიდევ ერთი წყვილი დატოვებს შოუს. ჩვენ კი მომავალ შეხედვამდე გემშვიდობებით. ადრე ხართ. მე ხუთშაბათამდე.